მოგესალმებით, ეს არის რუბრიკა სიტყვა იურისტს. მე ვარ მაგდა. დღევანდელი ჩვენი თემები სწორედ იმ მნიშვნელოვანი საკითხების განხილვას ემსახურება, რომელიც საზოგადოების ინტერესს წარმოადგენს. სწორედ ამიტომ დღეს მოვიყვანეთ ბატონი დავითი სტუმრად, რადგან ძალიან ბევრი შეკითხვები ჰქონდათ ჩვენ მსმენელს, რაზეც შეძლებს და გვარეთ გასცემს ბატონი დავითი პასუხს. მრავალწლიანი გამოცდილების მქონე წარმატებული ადვოკატი სისხლის სამართლის სფეროში ბატონი დავით სანაძე, მოგესალმებით. მოგესალმებით. პირველ რიგში მადლობას მოგახსენებთ მობრძანებისთვის. ბატონო დავით, რა განსაკუთრებული თვისებები უნდა ქონდეს ადვოკატს იმისთვის, რომ იყოს შემდგარი წარმატებული და შემდეგ ეს თავისი წარმატება გაუზიაროს მომავალ ადვოკატებს? პირველ რიგში რა თქმა უნდა, მეც მოგესალმებით. მადლობას გიხდით მოწვევისთვის. მინდა გისურვოთ წარმატებები. რაც შეეხება თქვენს კითხვას, პირველ რიგში რა თქმა უნდა, უმნიშვნელოვანესია საკუთარ თავში თავდაჯერებულობა და პროფესიონალიზმი, რაც რა თქმა უნდა თეორიული ცოდნისა და პრაქტიკის ასე ვთქვათ საფუძველზე ვითარდება. ასევე ძალიან მნიშვნელოვანია ადვოკატისთვის იყოს მართალი და გულწრფელი, რაც ნიშნავს იმას, რომ სიმართლე უთხრას მასთან დასახმარებლად მისულ პიროვნებას, არ გასცეს ფუჭი დაპირებები და შესაბამისად სწორად აუხსნას ის პრობლემა, თუ რა პრობლემის წინაშე ის დგას და მოძებნოს სხვადასხვა გზები ამ პრობლემის გადაჭრისათვის. დანარჩენი უკვე პრაქტიკული გამოცდილების შეძენასთან ერთად უფრო ვითარდება და მოდის, თავარია პროფესიონალიზმი, მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა და სწორი დამოკიდებულება და სამართლიანი დამოკიდებულება კლიენტთან. მოკლედ ასე შემიძლია. ბატონო დავით, ზოგჯერ საზოგადოებაში დაბნეულობას იწვევს ტერმინი საპროცესო შეთანხმება. იქნებ მათთვის მარტივიანით ახსნათ, რას ნიშნავს ეს საპროცესო შეთანხმება? ძალიან კარგი შეკითხვაა, რა თქმა უნდა, ბევრჯერ ისმის ხოლმე ეს კითხვა საზოგადოების არც თუ ისე მცირე ნაწილში. აქ ძალიან მარტივად დგას საკითხი, საპროცესო შეთანხმება, პირველ რიგში რა თქმა უნდა არის სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით გათვალისწინებული, ასე ვთქვათ, შესაძლებლობა ბრალდებულისათვის, რომ კონკრეტულ დანაშაულებრივი ქმედების სავარაუდო ჩადენის პირზეა საუბარი, აქვს შესაძლებლობა საპროცესო შეთანხმება გააფორმოს სახელმწიფოსთან, ამ შემთხვევაში პროკურატურასთან. ანუ რას ნიშნავს ეს? თუ კონკრეტული დანაშაულისათვის ერთი რომელიმე პირი არის ბრალდებულად ცნობილი, იმისთვის რომ თავიდან აერიდოს მომავალში საქმის არსებითი განხილვა, მოწმეთა დაკითხვები და უშუალო და ზეპირი გამოკვლევა მტკიცებულებებისა სასამართლოთი და შემდეგ სასამართლოს მიერ დადგენილი განაჩენი, რომელიც მაღალი ალბათობით შეიძლება იყოს გამამყენებელი განაჩენი, ამ შემთხვევაში თავის მხრივ პროკურატურა ზრუნავს იმაზე, რომ არ დაიხარჯოს ზედმეტი სახელმწიფო რესურსი. მოცემულ კონკრეტულ შემთხვევაში პირდაპირ მნიშვნელობით ეს არის შეთანხმება პროკურატურასა და ბრალდებულს შორის სასჯელზე. ბრალის აღიარებით. რა თქმა უნდა, ამ შემთხვევაში აუცილებელია ბრალდებული აღიარების ჩადენილი დანაშაულს და შესაბამისად შეთანხმება უნდა მოხდეს სასჯელზე. ანუ მარტივი მაგალითი რომ გითხრათ, თუ კონკრეტული დანაშაულისათვის შესაძლებელია კანონმდებლობა ითვალისწინებდეს სანქციის სახით 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას, თუ გაფორმდება საპროცესო შეთანხმება პროკურორსა და ბრალდებულს შორის, ამ შემთხვევაში შესაძლებელია ნებისმიერი სასჯელის განსაზღვრა. ეს არის შეუზღუდავი, როგორც მინიმუმის, ასევე მინიმუმს ქვედა ზღვარის სასჯელის განსაზღვრა. მაგალითად, წელიწადი და 6 თვე, 2 წელი, ან საერთოდ პირობითი მსჯავრის განსაზღვრა, ან ნაწილი პენიტენციურ დაცილებაში მოხდით, ნაწილი პირობითი მსჯავრის განსაზღვრით. ანუ ეს არის შეთანხმების საგანი და ამ შემთხვევაში, სწორად ამუშავების შემთხვევაში საპროცესო შეთანხმებისა, რა თქმა უნდა, შეიძლება იყოს კარგი შედეგის მომტანი, როგორც ბრალდების მხარისთვის, რომ რესურსი არ დაიხარჯოს ზედმეტი, ასევე ბრალდებულისთვის, რომ კიდევ უფრო მკაცრად არ დაისაჯოს დანაშაულის ჩადენის შემთხვევაში. ძალიან საინტერესოა, დარწმუნებული ვარ, საზოგადოებამ გაიგო მარტივიანით ბატონი დავითისგან. ახლა კი გადავიდეთ ბრალდებულის უფლებებზე. რა უფლებები აქვს ბრალდებულს? შეუძლიათ რა ადვოკატის გარეშე, ადვოკატის აყვანის გარეშე მისცეს ჩვენება, შეცვალოს ჩვენება, ან საერთოდ უარყოს ეს ჩვენება? რა სიტყვით? გასაგებია. მოკლედ, სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი სხვათა შორის საკმაოდ ვრცელ უფლებებს განსაზღვრავს ბრალდებულისთვის. მოცემულ კონკრეტულ შემთხვევაში მე ძირითად უფლებებზე გავამახვილე ყურადღებას. რა თქმა უნდა, მას დაკავების თანავე აქვს უფლება ყავდეს ადვოკატი, იცოდეს რა დანაშაულის ჩადენაშია ბრალდებული, რისთვის არის დაკავებული, მისთვის გასაგებენაზე განემართოს ეს ყოველივე, თარჯიმანით უჭირდება, თარჯიმანით უნდა იყოს უზრუნველყოფილი. მთავარი არის ის, რომ მას აქვს დამოუკიდებლად მოქმედების საშუალება, ანუ რას ნიშნავს? ისე როგორც ბრალდების მხარეს პროკურორს შეუძლია ჩაატაროს საგამოძიებო მოქმედებები და მოიპოვოს მტკიცებულებები, ასევე შეუძლია ბრალდებულს, რომელიც
პროცესუალური ტერმინი რო გამოვიყენოთ არის დაცვის მხარე, თავისი ინიციატივით და თავისი შესაძლებლობებით დამოუკიდებლად მოიპოვოს მტკიცებულებები, რაც მას მიაჩნია მნიშვნელოვნად იმისთვის, რომ საკუთარი პოზიციები წარმოადგინოს შემდგომ უკვე სასამართლოში და თავი გაიმართლოს. თუმცა მისი უფლება, რა თქმა უნდა, არის ის, რომ არავინ არ არის ვალდებული ამტკიცოს საკუთარი უდანაშაულობა. საერთოდ რომ არაფერი გააკეთოს ბრალდებულმა, არც ერთი მტკიცებულება მოიპოვოს, რა თქმა უნდა, მტკიცების ტვირთი ბრალდების მხარეს არის, მაგრამ თუ ამის შესაძლებლობა აქვს ბრალდებულს და სურს, რომ დამოუკიდებლად მოიპოვოს მტკიცებულება, მას ამის შესაძლებლობა აქვს. მნიშვნელოვანია ასევე ნებისმიერი გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლება, ნებისმიერ დონეზე იქნება ეს პროკურორის გამომძიებლის თუ სასამართლოს გადაწყვეტილება, კანონით დადგენილ შემთხვევებში არის გადაწყვეტილებები, რომლებიც არ საჩივრდება, ამ მხოლოდ ერთ ინსტანციაში საჩივრდება. რაც შეეხება ადვოკატთან ურთიერთობას, ეს რა თქმა უნდა, ყველა ბრალდებულის უფლებაა, რომ ყავდეს ადვოკატი და აქ მნიშვნელოვანია განიმარტოს, რომ ყველა კატეგორიის სისხლისამართლის საქმეზე და ყველა, უпростоრად ყველა შემთხვევაში, ანუ უпростоრი ვიქნებით თუ ვიტყვი ნებისმიერ შემთხვევაში არ არის სავალდებულო პირს ყავდეს ადვოკატი. ანუ ბრალდებულს თავადაც შეუძლია საკუთარი გადაწყვეტილებით და ნება-სურვილის მიხედვით თავად დაიცვას თავი ადვოკატის გარეშე. და შესაბამისად თავისი პოზიციები წარმოადგინოს თვითონ სასამართლოში პროკურატურა. ადვოკატის გარეშე. რა თქმა უნდა, ადვოკატის გარეშე. საკონსტიტუციო კანონმდებლობა ითვალისწინებს გარკვეულ გამონაკლისებს და ჩამონათვალს კანონმდებლობით, რა შემთხვევაშია სავალდებულო ადვოკატის წარმომადგენლობა ბრალდებულისათვის, ანუ რაც არ უნდა სურვილი კონდეს ბრალდებულს, რომ არ ყავდეს ადვოკატი, მას აუცილებლად დაენიშნება ადვოკატი გარკვეულ შემთხვევაში. მაგალითად, თუ ის არასრულწლოვანია, თუ იმგვარი დანაშაულის ჩადენა შეედება ბრალი, რომელსაც უადო თავისუფლების აღკვეთაა განკუთვნილი, საპროცესო შეთანხმების მოლაპარაკების წარმართვისას აუცილებელია ადვოკატის ყოლა, თუ გამოტანილია განჩინება ფსიქიატრიული ექსპერტიზის დანიშნვის შესახებ და სხვა. თუ არ იცის სახელმწიფო ენა, აი ასეთ შემთხვევებში სავალდებულო ადვოკატის ყოლა. და მოკლედ ესეთი შეკითხვა იყო მაყურებლისგან მოგვაწოდა, რა შემთხვევაში შეიძლება მოხდეს განრიდება? განრიდებას რაც შეეხება, ეს ახლოს მდგომი, ასე ვთქვათ, შესაძლებლობაა გათვალისწინებული საფრთხო კოდექსით საერთოდ რა არის განრიდება ტერმინი საპროცესო შეთანხმებასთან ახლოს მდგომი ტერმინია და შესაძლებლობა ბრალდებულისთვის. ეს ნიშნავს რას? თუ საპროცესო შეთანხმების შემთხვევაში მარტივანაზე რო ვთქვა, ეს არის შეთანხმება პროკურორსა და ბრალდებულს შორის ბრალზე, სასჯელზე, საბოლოო ჯამში, რაც იწვევს პირის ნასამართლობას ჩვეულებრივ რეჟიმში და მას განესაზღვრება კონკრეტულ ვადით, ასე ვთქვათ, სასჯელი სანქციის ფარგლებში, ან სანქციის მინიმალურ ზღვარს ქვემოთ. განრიდება ნიშნავს სისხლისამართლებრივი დევნის არ დაწყებას ან უკვე დაწყებული შეწყვეტის შესაძლებლობას და ამის დისკრეციული უფლებამოსილება აქვს მხოლოდ პროკურორს. ანუ კიდევ უფრო რო გავამარტივოთ, ეს საკითხი რა არის? განრიდება ნიშნავს პასუხისმგებლობისაგან განრიდებას, დასჯისგან განრიდებას. თუ განრიდება გაკეთდება მარტივ ენაზე რომ ვთქვათ, ასეთ შემთხვევაში, რა თქმა უნდა, ბრალდებული ანალოგიურად, ესე იგი, თავს აარიდებს სასამართლო განხილვებს და რაც მთავარია, სასამართლო არ ადგენს ასეთ შემთხვევაში ბუნებრივია განაჩენს მტკიცებულებათა გამოკვლევის შედეგად. არამედ საწყის ეტაპზევე ან უკვე დაწყებული სისხლისამართლებრივი დევნის ფარგლებში პროკურორი მიიღებს ინდივიდუალურ შემთხვევაში გადაწყვეტილებას, შესაძლებელია თუ არა რესოციალიზაციისათვის, რეაბილიტაციისათვის, დანაშაულის ხასიათიდან სპეციფიკიდან გამომდინარე, ბრალდებულის მიმართ გამოყენებული იქნეს განრიდება. ანუ ის განრიდებული იქნება პასუხისმგებლობისაგან, შეწყდება სისხლისამართლებრივი დევნა, ან თუ დაწყებულია შეწყდება და თუ არ არის დაწყებული, საერთოდ არ დაიწყება, რაც ნიშნავს იმას, რომ მას ნასამართლობა არ ექნება. ხდებით, ანუ ერთ შემთხვევაში, როცა საუბრობდით მაგალითად საპროცესო შეთანხმების შემთხვევაში ეს იწვევს ნასამართლობას, განრიდება არ იწვევს ნასამართლობას. ანუ ეს არის შანსი, რომ ადამიანი, რომელმაც განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, როდესაც პირველად არის კონფლიქტში კანონთან, პირველად ჩაიდინა დანაშაული, არ არის ნასამართლები, დანაშაულის სიმძიმიდან და ხასიათიდან გამომდინარე, ბუნებრივია ეს გადაწყვეტილება შეიძლება პროკურორმა მიიღოს და გარკვეულ პირობებს უნდა აკმაყოფილებდეს ამისთვის ბრალდებული. ეს პირობა შეიძლება იყოს ერთი ან რამდენიმე პირობა, ანუ სავალდებულოდ დასაკმაყოფილებელი. აი მაგალითისთვის ეს არის უკანონოდ მოპოვებული ქონების სახელმწიფოსთვის გადაცემა. ანუ ამ პირობას თუ შეასრულებთ, თქვა, შეუძლია პროკურორმა ასე განაცხადოს, ასეთი პირობა დადოს, ამ შემთხვევაში გავაკეთებ განრიდებას. ან დანაშაულის იარაღის, ან სამოქალაქო ბრუნიდან ამოღებული საგნის, თქვა, ნივთიერების ობიექტის ზოგადად გადაცემა სახელმწიფოსთვის. დანაშაულით მიყენებული ზიანის ანაზღაურების ფაქტის გათვალისწინება, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ ერთჯერადად თანხის გადახდა, რომელიც მინიმალური ზღვარი 500 ლარია. 500 ლარზე ნაკლები არ შეიძლება იყოს.
ასე განსაჯეთ, ესე იგი ოჯახური დანაშაული ჩადენის შემთხვევაში ითვალისწინებს კანონმდებლობა განრიდების შესაძლებლობას უშვებს, თუმცა იმ შემთხვევაში თუ კი თანახმა იქნება ბრალდებული ამ შემთხვევაში სუბიექტი განრიდებისა, შეასრულოს პირობა რა? ანუ ძალადობისა და ასე იგი ქცევის გამოსწორების საკენ ორიენტირებული სავალდებულოდ შესასრულებელი ასე იგი სასწავლო კურსის გავლაზე დათანხმება. აი ეს არის ის ძირითადი პირობები, რაც განრიდების შემთხვევაში უნდა შეასრულოს სუბიექტმა. გარდა ამისა, კანონმდებლობა ითვალისწინებს მუხლების მიხედვით, კონკრეტული მუხლებით გათვალისწინებულ დანაშაულთა შემადგენლობას, რომლის ჩადენის შემთხვევაშიც არ შეიძლება განრიდება რომ გაკეთდეს, ეს არის ძევლად ხელში ჩაგდება, წამება, არასრულწლოვნის ძევლად ხელში ჩაგდება და ასე შემდეგ. მნიშვნელოვანი ასევე იცოდეს საზოგადოებამ, რომ განრიდება ვერ გაკეთდება იმ შემთხვევაში, თუ ადამიანის მიმართ უკვე გამოყენებულია პატიმრობა, ანუ აღკვეთის ღონისძიების სახით. თუ პატიმრობა გამოყენებულია, ამ შემთხვევაში განრიდება, რა თქმა უნდა, ვერ გაკეთდება. და განემარტოს სუბიექტს, რომ ეს არის ნებაყოფლობითი შესასრულებელი პირობები და თუ ის არ არის თანახმა ეს პირობები შეასრულოს, ეს არ ნიშნავს იმას, რომ შეთავაზებაზე არ დათანხმების პირობებში მის მიმართ ავტომატურად გამამყენებელი განაჩენი დადგება, ის ჩვეულებრივად ბრალდებული უფლებებით ისარგებლებს და გაგრძელდება ჩვეულებრივი პროცესების სასამართლო განხილვების ჩათვლით, თუ ის განრიდებას არ დათანხმდება. აქვე მოკლედ შევეხებოდი განსხვავებული მიდგომა არასრულწლოვანებთან მიმართებით, როგორც მოგეხსენებათ ჩვენი ასე ვთქვათ, ჩვენთან არსებობს კანონი არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსი, რომლის მიხედვითაც განსაკუთრებული მიდგომა არასრულწლოვანთა კანონიერი ინტერესების და საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით და ცოტა განსხვავებული მიდგომებია. ერთ შემთხვევაში თუ პროკურორის უშუალო დისკრეცია, რა თქმა უნდა, ორივე შემთხვევაში, მაგრამ ამ შემთხვევაში, როცა არასრულწლოვანს ეხება საქმე, აქ არის გარკვეული შეიძლება ითქვას სავალდებულოების პრინციპიც ირთვება, იმიტომ რომ მაგალითად სასამართლო ეტაპზე, ანუ წინა სასამართლო ეტაპზე, ან შემდგომ ეტაპებზეც კი, თუ სრულწლოვანი პირის შემთხვევაში მხარეების შუამდგომლობა უკვე წინა სასამართლოს ხდომის შემდეგ საჭირო, ასე ვთქვათ, განრიდებისთვის საქმის პროკურორისთვის დაბრუნების უზრუნველსაყოფად. ამ შემთხვევაში, როდესაც არასრულწლოვანია, უკვე სასამართლოს საკუთარი ინიციატივით ან ერთი მხარის, ანუ დაცვის მხარის შუამდგომლობით შეიძლება საქმე დაუბრუნდეს პროკურორს განრიდების გაკეთების უზრუნველსაყოფად. ამ შემთხვევაში სხვა პირობები აქვს შესასრულებელი არასრულწლოვანს, უნდა აღიარებდეს ჩადენილ დანაშაულს, არ უნდა იყოს უკვე განრიდებისათვის და განრიდება მედიაციის პროგრამაში ჩართული და ასე შემდეგ და შემდეგ უკვე ტექნიკური დეტალები და იმგვარი დეტალები, რაც ასე ვთქვათ, ზოგად ფარგლებს უკვე სცილდება და ამაზე ალბათ უკვე შემდგომ საკითხი ძალიან დიდი ინტერესს წარმოადგენს საზოგადოებაში და მადლობა ეს შეძლების და გვარად დეტალურად ისაუბრეთ. ხო, სწორი დასკვნა, უბრალოდ მარტივი რო გავაკეთოთ განრიდება არ იწვევს სისხლისამართლობრივ ნასამართლობას, არც პასუხისმგებლობას და დევნას შეწყდება თუ ის დაწყებული ან არ დაიწყება თუ არ დაწყებულა, ну საპროცესო შეთანხმებასთან შედარება რო გავაკეთოთ საპროცესო შეთანხმების შემთხვევაში, რაც ასევე შეთანხმება პროკურორსა და ბრალდებულს შორის ნასამართლობას ახეზია. კიდევ ერთი მნიშვნელოვანი შეკითხვა მინდა დაგისვათ. როდესაც იცის ადვოკატმა თავის დაცვის ქვეშ მყოფი არის ნამდვილად დამნაშავე, ამ შემთხვევაში რა ხდება, რას აკეთებს ადვოკატი? ხო, ძალიან საინტერესო კითხვაა, თუმცა ამაზე რამდენი იურისტი და არა მარტო იურისტი არსებობს, იმდენიერი და იმდენგვარი პასუხი შეიძლება არსებობდეს, მაგრამ მე შევეცდები უფრო სამართლებრივად გავცი ამაზე პასუხი. ახლა ეს შეკითხვა ძალიან ბევრ რამეს მოიცავს საკუთარ თავში. პირველ რიგში იმას, რომ ადვოკატსა და კლიენტს შორის ურთიერთობა არის, რა თქმა უნდა, ნებელობაზე დამოკიდებული, ურთიერთშეთანხმებაზე დამოკიდებული. ну თუ არსებობს ასეთი მოცემულობა, რომ ну ბრალდებული, ასე ვთქვათ, გამოწყდა ადვოკატთან და გულწრფელად აღიარონ, რომ მიუხედავად იმისა, რომ მტკიცებულებები არის საქმეში თუ არ არის, ის ამბობს, რომ მას ეს დანაშაული ჩადენილი აქვს, აქ რამდენიმე გზა არსებობს. ახლა ერთია შეთანხმების მიხედვით, ახლა თუ ისინი გადაწყვეტენ, უпростоრად ნება თუ იქნება ბრალდებულისა და ამას ხაზს უსვავ, ბრალდებულის ნებასურვილი საწინააღმდეგოდ ადვოკატი რა თქმა უნდა ვერ იმოქმედებს. ის ვალდებულია მისი ინტერესებიდან გამომდინარე იმოქმედოს, მაგრამ როდესაც ასეთი შემთხვევაა, უნებრივია თუ ის გაითვალისწინებს ადვოკატის რჩევას და მიცემს შესაძლებლობას, ამ შემთხვევაში ჩემს მიერ უკვე ნახსენები საპროცესო შეთანხმებისთვის იზრუნოს პროკურატურასთან, აღიარებით, გულწრფელი აღიარებით და მონანიებით, რომ მიიღოს შედეგად უფრო ნაკლები სასჯელი, ვიდრე ამას კანონი ითვალისწინებს საპროცესო შეთანხმების არ გაფორმების შემთხვევაში, ეს იქნება ალბათ ამ შემთხვევაში საუკეთესო გამოსავალი, იმიტომ რომ თუ ნამდვილად დანაშაული ჩადენილია, შესაბამისად, კარგი შესაძლებლობაა ბრალდებულისთვის საპროცესო შეთანხმების გამოყენება, მაგრამ თუ სურვილი არ აქვს ბრალდებულს, რომ მიუხედავად იმისა, რომ დანაშაული ჩადენილი აქვს, საპროცესო შეთანხმება გააფორმოს, არის შემდეგი მოცემულობა, თქვათ, საქმეში მტკიცებულებები არ არის.
იმის დასტურად, რომ მან დანაშაული ჩაიდინა. რა თქმა უნდა, ამ შემთხვევაში ადვოკატი ზრუნავს მისი ინტერესებიდან გამომდინარე და საქმის მოცემულობის ფარგლებში ასე ვთქვათ, მსჯელობს, რა თქმა უნდა, სასამართლოს წინაშე მასზედ, რომ საქმეში არ არის წარმოდგენილი საკმარისი ურთიერთშეთანხმებული მტკიცებულებები იმისათვის, რომ გონიურიეც მიღმა სტანდარტის დაკმაყოფილებით ადამიანი დამნაშავედ იქნეს ცნობილი. მაგრამ თუ ეს შეთანხმება, ვთქვათ, ვერ შედგა ბრალდებულსა და ასე იგი ადვოკატს შორის, რომ მიუხედავად მის მიერ დანაშაულის ჩადენისა, ასე ვთქვათ, იზრუნოს თუ არა ადვოკატმა, ვთქვათ, მისი გამართლებისთვის, აქ უკვე ინდივიდუალურია მიდგომა, ადვოკატსაც აქვს უფლება, ვთქვათ, ვერ შეთანხმდეს და არ შეუთანხმდეს ბრალდებულს, ვთქვათ, შემდგომ მომსახურებაზე, თუ ის არ დაიჯერებს მის კონსულტაციას და მის რჩევას და შეუძლია ეს ურთიერთობა შეწყდეს კიდეს გარკვეულ ეტაპზე, იმიტომ რომ ადვოკატს მიაჩნდეს, რომ შეუძლებელია მისი მხრიდან ანუ ყველა სწორად შემთხვევაში დაიწყოს. მნიშვნელოვანია რა თქმა უნდა, რომ აღიაროს ეს არის აპრიორი ბრალდებულის ინტერესის გათვალისწინება. დანარჩენი შეთანხმების საგანია და პროფესიონალიზმის. თუ ორივე, ანუ ბრალდებულის დაცვის ქვეშ ყოფის და ადვოკატის შეთანხმდებიან სტრატეგიაზე, ასეთ შემთხვევაში რა თქმა უნდა აქ პრობლემა არ არსებობს, მაგრამ თუ ან ერთს ან მეორეს, ასე ვთქვათ, არა აქვს ამის რესურსი, რომ ამ შეთანხმებას დაყვეს, ან ადვოკატს განსაკუთრებით თქვათ, რომ ვერ ეთანხმება ბრალდებულის პოზიციას და შეუძლებლად მიაჩნია ამ პირობებში დაცვის გაგრძელება, მთავარია ეს დროულად შეატყობინოს ბრალდებულს და დროულად, ასე ვთქვათ, შეწყვიტოს ეს ურთიერთობა, ვინაიდან მას ჰქონდეს დაცვის, ასე ვთქვათ, შესაძლებლობა ან სხვა ადვოკატის მოძიებისათვის გონივრული დრო და ასე შემდეგ. და ბოლოს რას ურჩევდით დამწყებ იურისტებს? დამწყებ იურისტებს, რა თქმა უნდა, პირველ რიგში ურჩევდი დიდ შრომას, საკუთარ თავზე მუშაობას და აქ არ იგულისხმება მხოლოდ და მხოლოდ კანონმდებლობის ზედმიწევნით შესწავლა და შემდეგ ეს რა თქმა უნდა ძალიან მნიშვნელოვანია. უმნიშვნელოვანესია, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, რა თქმა უნდა, უნარჩვევების გამომუშავება, რაც კიდევ უფრო ცალკე საკითხია ვიდრე მხოლოდ კანონმდებლობის, ასე ვთქვათ, ცოდნა, ვთქვათ, წარდგენა სასამართლოში შუამდგომლობისა, საჩივრებისა, რა დროს რა შუამდგომლობა დააყენო, რა დროს რა განაცხადი გააკეთო. ამ ყველაფერს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. შეიძლება მიგაჩნდეს, რომ აბსოლუტურად სწორი პოზიცია გაქვს და სწორია შუამდგომლობა, მაგრამ არასწორ დროს დააყენო ეს შუამდგომლობა და შენ სტრატეგიას, ასე ვთქვათ, ეწინააღმდეგებოდეს. ამით შეიძლება მოწინააღმდეგე მხარეს საბოლოო ჯამში შენი შედეგისკენ მიმოვალ გზაზე, ასე ვთქვათ, ხელფეხი გაუხსნა და შეატყობინო წინასწარ რა სტრატეგია შეიძლება მომავალში გქონდეს და ამ ყველაფერს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს და საბოლოო ჯამში მე მაინც მგონია, რომ პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა, სიმართლე, გულწრფელობა, ეს არის მთავარი ის, ასე ვთქვათ, უნარჩვევა, რაც ადვოკატს საწყის ეტაპზე უნდა ჰქონდეს, დანარჩენი საკუთარ თავზე მუშაობით მიმაჩნია, რომ ყველაფერი მიღწევადია. უკეთ ძალიან საინტერესო დიალოგი გამოვიდა, დარწმუნებული ვარ ძალიან ბევრი ადამიანის კითხვას ბატონმა დავითმა პასუხი და მომავალში კიდევ დანარჩენ კითხვებსაც აუცილებლად გასცემს პასუხს. მადლობა მოგზაურობისთვის. ძალიან დიდი მადლობა კიდევ ერთხელ მოწვევისთვის, გისურვებთ წარმატებებს.